მრავალწლიანი ლოდინის დასასრული საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულმა კიდევ 58-მა ოჯახმა მიიღო. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც 90-იან წლებში კოოპერატიულ გაერთიანებებში ბინების შესაძენად სოლიდური თანხები შეიტანეს, თუმცა სამუშენებლო სამუშაოები მალევე შეწყდა. 60-მდე ოჯახი საცხოვრებლებით უზრუნველყოფა მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში მოხდა. დაზარალებულებისთვის სამშენებლო კომპანიამ საცხოვრებელი კორპუსი დიდ დიღომში ააშენა. ჯამში ათეულობით 1000 ოჯახია დაზარალებული, რომელთაგან 2500-ზე მეტს ბინები უკვე გადაეცათ. დარჩენილი ოჯახების დაკმაყოფილება კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად იგეგმება. მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებისა და ათასობით დაზარალებულის ბინებით უზრუნველყოფის პროცესში დედაქალაქის მთავრობასთან ერთად ქონების მართვის სააგენტოა ჩართული. Kalbatan nana გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავთ და აბა კიდევ ერთხელ მოგვიყევით რა ემოციებში ხართ, როგორც ვიცით, დღეს უკვე სიმბოლურად გადმოგეცათ თქვენი ახალი ბინის გასაღები. ნამდვილად. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ მე დღეს მაგ ჩემი ნავსაყუდელი, რომელსაც ველოდებოდი წლების განმავლობაში. ნანა დიაკონიძეს ახალ ბინაში ვესტუმრეთ, სახლში, რომლის მისაღებადაც მან თითქმის 4 ათეული წელი იბრძოლა. 1999 წელს კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ჩადებული თანხის სანაცვლოდ ოჯახს საცხოვრებელი 2 წელიწადში უნდა მიეღო, თუმცა მაშინ დაპირება ვერ შესრულდა. წლები გაურკვევლობაში გავიდა. დღეს კი ნანა და მისი ოჯახი უკვე საკუთარ ბინაში გმასპინძლობს. უნდა აშენებულიყო ბინა 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ამაოდ. ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებმა და მივახციეთ იმას, რომ 98 წელს აღიარეს მთავრობა მაშინ, მაგრამ ამაოდ დაკონსერვდა ეს საკითხი, თუმცა ქართული ოცნებისა და დაპირების შედეგად, კახიკალაძის დაპირების შედეგად დღეს რეალობის წინაშე დავდექით. ნანას მსგავსად მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ახალი ბინების გასაღებები კიდევ 58 ოჯახს გადაეცა. მათ შორისაა მარინე თაბორიძე. 85 წელს შევიტანეთ კოოპერატიულ ბინათმშენებლობაზე განაცხადი, თანხად შევიტანეთ. მაგრამ სუგპირდებოდნენ, აღმასკომში მქონდა მაშინ ლენდრიანის აღმასკომში შეტანილი, მივდიოდი ხოლმე, მაგრამ არაფერი. მერიამ დაგვიკავშირდა, რომ ესე იგი ქულების მიხედვით რიგითობა უნდა დაცულიყო ისედაც მომცემდნენ, რა თქმა უნდა და მოვაგროვეთ საბუთები, ეს სოციალურად აუცილებელი ქულები მოვაგროვეთ და 4 წელიწადში აშენდა. ახალი ბინების მფლობელებს გასაღებები დედაქალაქის მერმა პირადად გადასცა. ყველა მიცით კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების პრობლემა, რომელიც ათეულ წლებს ითვლის და ვერცერთმა მთავრობამ, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა აღნიშნული პრობლემა. დღეს ჩვენ მხოლოდ ბინებს არ გადავცემთ. დღეს ადამიანებს ვუბრუნებთ იმას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ. საკუთარი სახლის, სამართლიანობისა და მომავლის რწმენას. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3500-მდე ოჯახიდან უკვე დაკმაყოფილებულია 2500-ზე მეტი დაზარალებული. ვივა დევიდსვილში სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა აწარმოა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის დაახლოებით 40% კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახებისთვის გამოიყო. თბილისის მერია და ქონების მართვის სააგენტო კი პროცესს ეტაპობრივად გააგრძელებენ, რათა მრავალწლიანი ლოდინი დარჩენილი ოჯახებისთვისაც საკუთარი სახლის გასაღების გადაცემით დასრულდეს. წელს რამოდენიმე პროექტი დასრულდება და დაახლოებით 500-მდე ადამიანს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს და ჯამში გამოცხადებული არის 33 ინტერესთა გამოხატვა, საიდანაც მიმდინარე არის 29, სადაც უკვე ყველა ამ პროექტში მშენებლობის ნებართვა არის მოპოვებული. წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა ეტაპობრივად დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქის მერიის მიერ დაწყებული პროგრამის ფარგლებში დაზარალებული ოჯახების დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო კუთვნილი საცხოვრებელი, დანარჩენებისთვის კი პროცესი გრძელდება.